ეხლა თქვენ. მოგესალმებით, მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს. მოდი ცოტა შორიდან დავიწყებ. რისთვის ვიდექით ჩვენ რამდენიმე დღის წინ რუსთაველზე? რას ვაპროტესტებდით სინამდვილეში? აქ საუბარი არის და ხელისუფლების წარმომადგენლებიც არა ისინი ვინც აქ იყვნენ, ამ ზოგადად რაც გვესმის არის რომ ნარკოპოლიტიკის პრობლემა არის. სინამდვილეში რას ვაპროტესტებდით? ნარკოპოლიტიკას ვაპროტესტებდით რუსთაველზე. ვამბობდით რომ ვინმე რუსთაველზე ამბობდა იმას რომ ადამიანს 2 გრამი MDMA-ს ტარების უფლება და მოხმარების უფლება უნდა კონდეს და ეს არის ამ პროტესტის მიზანი. ამაზე იყო საუბარი, რომ ეს ადამიანები მიუხედავად იმისა რომ ნარკოტიკები აღმოაჩნდათ, არ უნდა დავიჭიროთ. ამაზე იყო საუბარი რუსთაველზე. რუსთაველზე ხო სინამდვილეში სულ სხვა პროტესტი იყო. ეს პროტესტი იყო არაჩადებას. რუსთაველზე მყოფმა ხალხმა ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ ამ ადამიანებს ნარკოტიკები ჩაუდეს. და სწორედ ჩადება იყო. ნარკოპოლიტიკა არის ცალკე პრობლემა ქვეყანაში, ეს გასაგებია. ამ წუთას ხელისუფლებაზე მეტად არავის არ აწყობს თქმა იმისა, რომ ეს არის ნარკოპოლიტიკის პრობლემა. საქართველოში მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გირჩს გვინდა ყველა ნარკოტიკების ლეგალიზაცია და არც ერთი ნარკოტიკის გამო ადამიანებს არ იჭერდნენ და ვისაც რაც უნდა ის მოიხმაროს, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ის, რომ ხვალ და ზეგ არ იქნება ის შემთხვევა ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად, რომ ადამიანებს 4 გრამი MDMA-ის ტარების გამო არავინ არაფერს არ ეტყვის და ამის გამო 10,000 კაცი შეიკრიბება რუსთაველის პროსპექტზე. არა, სინამდვილეში ჩვენ ყველანი გაგვაერთიანა უსამართლობა. არა, გეხვეწები, მე მითხარი რაც გინდა. არა, გეხვეწები, არ შემოწმოდი. არ შემოწმოდი რა. ანუ ჩვენ შევკრიბა არაჩადებამ და ყველანი ვიყავით დარწმუნებული რომ პოლიციელებმა ამ ადამიანებს ჩაუდეს. დღეს რა ხდება? რა მოხდა მეორე დღეს? კი გასაგებია რომ ბერამ დაწერა მათი მხარდასაჭერი პოსტი და სხვათა შორის მეც მგონია რომ განაპირობა ეს პროტესტი ამ პროტესტმა რომ ბერამ ეს პრობლემა დაინახა, მაგრამ ის ლაპარაკი რომ ბერას ხვალად ვერ გაბედავდა, მე მგონი ძალიან სასაცილო მგონია ვერ გაბედავდა. გონია რომ პროტესტის როლი ამაში იყო ბერას ამ დაწერილ სიტყვაში, მაგრამ არა ის რომ შიში მოეხსნა ამ პროტესტის მერე ბერას, ეს ტყუილია. რა ხდება მას მერე? ამბების მერე რა ხდება? საქმე მიდის სასამართლოში და სასამართლო 50,000-იანი გირაოს სამართლოდ ათასწლებს ამ ადამიანებს. და დღეს მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პრობლემაზე სასაუბროთ მოვედით, ამ პრობლემას გასდევდა გამარჯვებული ადამიანების ლაპარაკი. რომ აი აქ სტუდიაში, მათ შორის ახლა არ არიან, მაგრამ სტუდიაში რომ ხალხი იჯდა, რაღაცნაირ გამარჯვებას ზეიმობდნენ. რა გამარჯვებას ზეიმობთ ხალხო სინამდვილეში? ადამიანებს 50,000 ჩაუდეს ნარკოტიკი და მერე გადაახტევინეს 50,000 ლარიანი გირაო. თან საუბრობენ რომ ნარკოპოლიტიკა არის ასეთი. აბა საიდან მიდის? სად მიდის ეს საუბარი? აბა რა ლოგიკა არის ამაში? როგორ შეიძლება ჩვენ გამარჯვებას ზეიმობდეთ? ყველაფერი მიდის ისე ამ წუთის მოცემულობით, როგორც ეს უნდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თუ იმ სისტემას, რომელზედაც ვლაპარაკობთ. გამოვიდნენ ეს ადამიანები ციხიდან, მე არავის არ ვთხოვ პიროვნულ გმირობას, არ მგონია რომ ეს ახლა ადამიანებს უნდა მოვთხოვოთ, ეს ადამიანებში კონკრეტულ მომენტში იბადება და ჩვენ არ გვაქვს გადაწყვეტილი, რომც გადაწყვიტოთ, ეს გადაწყვეტა იქნება ტყუილი, რომ გმირობა გადავწყვიტოთ. ეს ინწამიერი იმპულსური მომენტია, მაგრამ საუბრობენ რომ აი ყველას მადლობა, დღეს სხვანაირად თქვა სხვათა შორის და სწორი მესიჯი იყო დღეს, მაგრამ ერთ-ერთმა მათგანმა თქვა, რომ გარდა პოლიტიკოსებისა, რომელსაც პოლიტიკური ნიშნით გამოიყენა ეს საქმე. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსებს ამ ქვეყანაში სახელი აქვს გატეხილი, მე დღეს უნდა ვიყო პოლიტიკოსების ადვოკატი. აქ არ გულისხმობ საკუთარ თავს, მხოლოდ გულისხმობ ყველა პოლიტიკოს, რომელმაც ამ ადამიანების მიმართ სოლიდარობა გამოხატა, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის თამარ ჩუგოშვილს, რომელიც ჩემზე არის გაბრაზებული ამ საქმიდან გამომდინარე. რატო ვამბობ ამას? რატო არის არასწორი, არასერიოზული ამაზე ლაპარაკი? როდესაც ჩვენ საუბრობთ, რომ პოლიტიკოსების გარდა ყველა კაი ხალხია. სინამდვილეში რას ვსაუბრობთ? ვსაუბრობთ იმას, რომ პოლიტიკოსები არ უნდა არჩევდნენ პოლიტიკურ საქმეებს. აბა ვინ უნდა არჩევდეს პოლიტიკურ საქმეებს? თეთრი ხმაური უნდა არჩევდეს პოლიტიკურ საქმეებს? კი ბატონო, მე თეთრი ხმაურთან საწინააღმდეგო კი არა მაქვს არაფერი. ისინი კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით ძალიან სწორ აქტივისტს ეწევიან. მაგრამ პოლიტიკურ საკითხებს რამდენ ხანს ეყოფა თეთრი ხმაური, ზოგადად რომ თანმიმდევრულად პოლიციის წინააღმდეგ გიაუღოს. პოლიტიკური ტრიბუნის გარეშე. როდესაც პოლიტიკოსებს ასუსტებენ, როდესაც ვიღაცები საუბრობენ, რომ პოლიტიკოსები ცუდი ხალხია, სინამდვილეში ეს აწყობს ბრჭყალებში პატრიოტებს. ანუ ადამიანებს, რომელიც არიან თქვა ძალოვანი უწყების წარმომადგენლები. აი კაცო, პოლიტიკოსები რაღაცებს ლაპარაკობენ. აგერ ვარ ჩვენ, რომელიც მართლა ვიცავ ქვეყანას და მე მათ პატრიოტებში ასევე ჭვიანი პარება, უბრალოდ არასწორი არის. მეორე შეიძლება ეს აწყობდეს, თქვა რომელიღაცა რელიგიურ ჯგუფებს, რომელიც ამბობენ, რომ ღმერთია მთავარი და არა პოლიტიკოსები. ჩვენ
არაპოლიტიკოსების მიერ მართული ქვეყნები გვაქვს მსოფლიოში. გვაქვს რელიგიური ჯგუფების მიერ მართული ქვეყანა სამეზობლოში, ირანს გულისხმობ. გვაქვს პოლიციელების მიერ მართული ქვეყნები და გვაქვს პოლიტიკოსების მიერ მართული ქვეყნები. ყველა ქვეყანა, რომელიც ნორმალური ქვეყანაა, იმართება არაძალოვნების, არარელიგიური მსახურების მიერ, არამედ პოლიტიკოსების მიერ. და ერთი წუთი ინგა თუ შეიძლება აი ეს უნდა გადავიდე, მე კიდე უნდა დაგიგრო. მეც შეიძლება არ მომცეთ სიტყვა, უბრალოდ ესეც მინდა რომ დავასრულო. და კიდევ ერთი რაღაცა რაც მინდა თქვა ამ მოცემულ შემთხვევაში. ამ პროტესტში პოლიტიკოსების როლი იყო არანაკლები. არა იმიტომ რომ პოლიტიკოსები ტრიბუნაზე ჩანდნენ, ჩვენ ეს არ მოგვინდომებია. თქვენი აზრით, ხელისუფლების უკან დახევები შეიძლება მოხდეს ისეთ ქვეყანაში, სადაც ხელისუფლებას პოლიტიკოსების არ ეშინია. გაიხედეთ სამეზობლოში. შეიძლება ჩვენ სამეზობლოში თუნდაც მოხდეს შემთხვევები, როდესაც კონკრეტულმა პროტესტმა ხელისუფლებას უკან დაახევიოს. არა, იმიტომ რომ მას არ ყავს პოლიტიკური ოპონენტები სინამდვილეში და პოლიტიკური ოპონენტების ირიბი გავლენა არის ის, რამაც ეს ბავშვები გამოუშვა გარეთ. და ამიტომ უმადურობაა ბავშვებო, როდესაც რომელიღაც ადამიანებზე საუბრობთ სხვათა შორის და ხელს უშლით. ხედავ, მაგრამ არა, უმადურობა, როდესაც ადამიანს უარს კითხვა და ბატონ ვაჟას უნდა შევაფასებინო ეს. გარკვეულ წრეებში იცნობენ ჩემს პოზიციას მარიხუანასთან დაკავშირებით, მე მძულს ნარკოტიკი და არ ვეთანხმები თქვა აი ესე აფთიაქებში